პარლამენტის თავმჯდომარე უბლოკოს სტატუსის წინააღმდეგ დავით უსუფაშვილი კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს. საჭიროა თუ არა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაჩენა ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში დამკვიდრებისთვის. ინიციატივის დეტალებით და შეფასებებით გიორგი მანჯავიძე 2030-ში. 8 წელი 6 პუნქტიანი შეთანხმებიდან და რუსეთის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები. როგორ გამოეხმაურა ომიდან 8 წლის თავზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სარკოზი მედვედევის ცნობილ შეთანხმებას და რას აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში შეუსრულებელ ვალდებულებებზე. დეტალებით ანა ბროლაძე 2030-ში. საღამომშვიდობისა ეს 2030-ია გადაცემის ნახვა 2030-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი FM 98-ზე და 1-ზე რადიო უცნობის საშუალებით. 2030-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთებას ითხოვს. დავით უსუფაშვილს აქვს ინიციატივა, რომლის თანახმადაც კონსტიტუციის იმ პრეამბულაში, სადაც საუბარია რა სურს ხალხს, ჩაიწეროს ევროატლანტიკურ სისტემაში დამკვიდრება. ამ ჩანაწერის გასაკეთებლად პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. გიორგი მანჯავიძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. გიორგი, როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და საინტერესოა რა გახდა კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთების მოთხოვნის საფუძველი. დავამკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია თუ რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ეს ფრაზა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ინიციატივა განპირობებულია პარლამენტში იმ განაცხადის შეტანით, რომელიც საქართველოს უბლოკოს სტატუსს შეეხება. პარლამენტის თავმჯდომარე ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთი თვის წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ δεკლარაციას ხელი მოაწერა, მოუწოდებს მის წინააღმდეგობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელი მოაწეროს. უსუფაშვილმა მის წარმოდგენილ ინიციატივას ხელი ბრიფინგის დროს მოაწერა. მე მიმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ერთი თვის წინ განვაცხადეთ ჩვენი ურყევი წმენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის. შემოუერთეს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მე თქვენთან ერთად თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს და იგი იქნება გახსნილი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე შევაგროვებთ 76 ხელმოწერას მინიმუმს, დავაფიქსირებთ ამ ინიციატივას პარლამენტში და უკვე მომავალი პარლამენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა იმას, რომელიც შესაძლოა იქნეს წარმოდგენილი აი ამ ინიციატივით. რა ჩაიწერება კონსტიტუციაში ეს არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს უბლოკოს სტატუსის ერთ-ერთი ინიციატორი, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ის მზადაა ამ თემასთან დაკავშირებით გამართოს დებატები როგორც დავით უსუფაშვილთან, ისე ყველა პოლიტიკურ ლიდერთან პარლამენტში ბურჯანაძის ინიციატივას თამაზ მეჭიაურის სახით მომხრეც ყავს. ნაციონალურ მოძრაობაში უსუფაშვილს ამ თემით სპეკულაციაში ადანაშაულებენ, ყოფილ მმართველ პარტიას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას. მათგან განსხვავებით ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ თავისუფალ დემოკრატებს, ისინი მზად არიან ხელი მოაწერონ დეკლარაციას. მე ვთვლი, რომ ეს არის მცდარი ხედვა, დღეს კიდევ იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს და ნატო მოაგვარებს საქართველოს პრობლემებს. მე მაქვს ჩემი ხედვა და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ჩემ ხედვას გაიზიარებს. ნატო დაგვაქცია აქამდე და მომავალშიც უკეთეს არაფერს არ გვირდება, ნატოს წევრი ქვეყნები დაჩოქილი გარბიან მოსკოვში. როგორ მოვიქცევით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ჩვენი ინიციატივა იყო ამდენიმე ხნის წინ, რომ ესეთი ტიპის ცვლილება ყოფილიყო კონსტიტუციაში. ახლა წინასაარჩევნოდ ამ თემის პოლიტიზირება ზოგიერთი მცირე პარტიის მხრიდან არ მიგვაჩნია, რომ არის მთავარი. კონსტიტუციით უფრო მეტად გამყარდება ეს მისწრაფება საზოგადოების და ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელია.
მოაწერენ თუ არა ხელს დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მმართველ გუნდში ამ კითხვაზე ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებენ. თუმცა ზუსტად იციან, რომ ნინო ბურჯანაძის ინიციატივას უბლოკოს სტატუსის შესახებ მხარს არ დაუჭერენ. პოლიტიკურმა პარტიებმა დაიჩებონ გარკვეული ნიშაზე ექსკლუზივი, ისევე როგორც რესპუბლიკური პარტიაც ცდილობს რაღაც ექსკლუზივი განახორციელოს იმ ნიშაზე, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემა ქვია და ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში, ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში საკმაოდ ბევრი და საკმაოდ საინტერესო ნაბიჯები აქვს. შედეგიანი ნაბიჯები აქვს გადადგმული მთავრობას. გონია რომ ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიების და სხვა პოლიტიკური სუბიექტების წესრიგით არ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი საჯარო პოზიცია, რომელიც ყველასათვის ნათელია და რაიმე დამატებითი მტკიცება ჩვენი საგარეო კურსისადმი ერთგულების მე მგონი ქართულ ოცნებას არ ჭირდება. საქართველოს უბლოკოს სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტში შესული განცხადების განსახილველად საკანონმდებლო ორგანო ორშაბათს შეიკრიბება. მადლობთ, პირდაპირ ეთერში გიორგი მანჯავიძე საუბრობდა. დავით უსუფაშვილმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი კანდიდატის შესახებაც ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ უფლებით აუცილებლად ისარგებლებს და პარლამენტს კანდიდატს 1 სექტემბრამდე შესთავაზებს. დღეს უსუფაშვილმა კომენტარი გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ ქართულ ოცნებას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, თუმცა ფოფხაძემ არც ის გამორიცხა, რომ უსუფაშვილთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართოს. მე ამ უფლებით აუცილებლად ვისარგებლებ და 1 სექტემბრამდე პარლამენტს წარუდგენ ღირსეულ კანდიდატურას იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ გვყავდეს პრინციპული ძალიან ისეთი კვალიფიციური და სათანადო უნარჩვევების მქონე ხალხი. ფოფხაძე ამბობს, რომ არ დაუჭერს ხარ ჩემგან წარდგენილს. ეს ძალიან სამწუხაროა, მე ერთ-ერთ კანდიდატურად თავად გედი ფოფხაძეს მოვიაზრებდი და ესე იგი ვეღარ წარვადგენ. მე არ მithქვამს ასეთი აზრი, რომ მან და მაინც არ დაუჭერ პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატს შემოთავაზებულ კანდიდატურას მხარს. მე ვთქვი, რომ ნაკლებად რეალურად იმაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატი მიიღოს დღეს არსებული პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე ხარდაჭერა. ქართულ ოცნებას თავისი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ექნება თავისი რეჟიმი კონსულტაციების, ის თვითონაც ისაუბრებს იმაზე, ვინ უნდა იყოს კანდიდატები. საქართველოს მოქალაქეები რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოსდან კიდევ ერთი სარჩელი შეება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 11 მოქალაქის სარჩელი უკვე მოამზადა და მას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის. რა წერია სარჩელში და კონვენციის რომელი მუხრების დარღვევას შედავება საქართველოს რუსეთის ფედერაციას. ლიკა ალელიშვილი ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ. დიახ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების უფლებებს დაიცავს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაიგზავნება საჩივარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშად დარღვევის საკითხებს შეეხება. საერთაშორისო გამჭვირვალობის იურისტების განცხადებით საჩივრით მტკიცდება, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციით დაირღვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება. კერძოდ კი მათ უკანონოდ წაართვეს სახნავ სათესი მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამეწარმეო ობიექტები. ასევე საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ წვდომა სალოცავებზე და ოჯახის წევრების საფლავებზე. ეს ყოველივე კი მათი განცხადებით წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზე იურისდიქცია ვრცელდება რუსეთის ფედერაციის, ზუსტად ამიტომ სარჩელი არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაარღვიეს ადამიანის უფლებები, ჩვენი მოქალაქეების უფლებები, მათ უკანონოდ წაართვეს ჩვენ მოქალაქეებს მიწები, საცხოვრებელი სახლები, არ მისცეს მათ საშუალება, რომ ელოცათ სალოცავებში და ასევე მათ არ აქვთ
საშუალება, რომ თავისი ოჯახის წევრები მოინახულონ, ოჯახის წევრების სასაფლაოები მოინახულონ. ძირითადი სამი მუხლით ვასაჩივრებთ, ეს არის მერვე, მე-13 და პირველი დამატებით ის პირველი, რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთრების უფლება აქვთ, მეორე გულისხმობს, რომ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ არის აღნიშნული, რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ვიდავებთ, გამომდინარე იქედან, რომ სწორედ რუსეთის სახელმწიფო ახორციელებს დღეს იურისდიქციას და ის არის პრაქტიკულად აი ამ ტერიტორიის მართველი, ესე რომ ვთქვათ, და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნაწილი ამ საჩივრის არის ის, რომ მათ დაკარგეს სამართლიანი საერთოდ სამართლებრივ რეჟიმში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ 11 მოქალაქეს აქვს. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ამ საკითხზე სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებულ სარჩელს დღეს შეფასებები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდანაც მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი არის ის, რომ ამ ქვეყნის მთავრობა ზოგადად და ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო არ იცავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ის რეალობა, რომ დღეს ჩვენ ყავს დაზარალებული ხალხი, ეს არის ფაქტი, ის რომ ამ ხალხის დაცვა არის საჭირო, ესეც ფაქტია და შესაბამისად ევროსასამართლოში მგონია, რომ სახელმწიფო უფრო მაღალ დონეზე შეიძლება იყოს წარმოდგენილი თუ იუსტიციის სამინისტრო განსაზღვროს ამ პოლიტიკას. ის ინდივიდუალური სარჩელები, რომელსაც შეიტანს დაზარალებული მოსახლეობა, მნიშვნელოვანი ბერკეტია მათი მხრიდან სრულად ლეგიტიმური საკუთრების უფლებიდან გამომდინარე. და ვფიქრობ, მათ აქვს სრული უფლება ამისა. მე ვიცი, რომ არ არის მხოლოდ 11 ოჯახი, ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ ოჯახებისა, რომელიც ზარალდება მართლმხლართების პოლიტიკით. სტრასბურგის სასამართლოში ამ სარჩელის შეტანის შემდეგ მესამე მხარედ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩაერთვება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მრავალი თვის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში იცავს აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. იცავს არა მხოლოდ წერილობით ან ზეპირად, არამედ ჩვენ სულ რამდენიმე კვირის წინ ივნისში სტრასბურგის სასამართლოში ჩავიყვანეთ ომის მსხვერპლით 16 ქართველი მოწმე და რუსეთს დაუპირისპირეთ სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, აგრეთვე საკუთრების უფლების თემებზე. ეს ქართველი მოწმეების დაკითხვა გრძელდებოდა 12 დღის განმავლობაში და მთლიანობაში ეს ღონისძიება იყო ძალიან წარმატებული. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეს არ იქნება პირველი სარჩელი საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგში საქართველოს მიერ 2015 წელს შეტანილი სარჩელის განხილვა გრძელდება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოს ინტერესს იუსტიციის სამინისტრო იცავს. პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი გვერდთვებოდა, გმადლობ ლიკა. 8 წლის წინ აგვისტოს 5 დღიანი ომი ოფიციალურად ეგრეთ წოდებული სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით დასრულდა. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს საქართველოს შორის შუამავლის როლი შეასრულა და 6 პუნქტიანი შეთანხმება შეადგინა, რომელსაც 12 აგვისტოს მოსკოვსა და თბილისში ხელი მოაწერეს. დიმიტრი მედვედევის ხელმოწერის მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებები კრემლს დღემდე არ შეუსრულებია. ანა ბროლაძე და სერგი ბარამიძე თემის დეტალებით. ძალის გამოყენებასა და საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა, ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი დისლოკაციის ადგილებში. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ. ეს არის ის 6 პუნქტი, რომლის მონახაზიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა შეადგინა და დოკუმენტი საფრანგეთის როგორც ევროკავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ჯერ მოსკოვში დიმიტრი მედვედევთან, შემდეგ კი ხელმოსაწერად თბილისში მიხეილ სააკაშვილთან ჩამოიტანა. 2008 წლის 12 აგვისტოს 5-დღიანი ომი ოფიციალურად ეგრეთ წოდებული მედვედევ-სარკოზის შეთანხმებაზე ხელმოწერით შეწყდა. 8 წლის შემდეგაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებული აქვს. ოფიციალურ მოსკოვს შეთანხმების უდიდესი ნაწილი ამ დრომდე არ შეუსრულებია. რუსეთის მხრიდან ფაქტობრივად ამ შეთანხმების პუნქტების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ირღვევა პერმანენტულად.
სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი წლების განმავლობაში ჟენევის დისკუსიების ფორმატის მონაწილეა. ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთთან საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით სწორედ 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე გაჩნდა. ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღება საქართველოს ცალმხრივ რეჟიმში არაერთხელ აიღო და გაამყარა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი ვალდებულება არ აუღია რუსეთს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს არანაირი ხელშესახები პროგრესი, რამდენადაც რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება იმ პუნქტს, რომელზეც მან ხელი მოაწერა. რეალურად დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს ექსკლუზიური კონტროლის ყველა მექანიზმი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის კონტროლისთვის სწორედ 6 პუნქტიანი გეგმის ეგიდით ევროკავშირის მონიტორინგის მისია შეიქმნა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ რუსეთს არც ამ მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებია. ეს იმ ფონზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე EUTHOS-ა და გაეროს სადამკვირვებლო მისიების მუშაობა კონფლიქტურ რეგიონებში დაიბლოკა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი 2008 წლის 7 აგვისტომდელი სტატუს-კვოს აღდგენაა. ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი იყო ომის წინანდელ პერიოდთან დაკავშირებით დისლოკაციის ადგილებზე სამხედრო ძალის გადაყვანა. ამ დროს პირიქით 2008 წლებში გაძლიერდა მილიტარიზაცია ამ რეგიონების სამხედრო ბაზები ჩამოყალიბდა, სადაც გაიზარდა სამხედრო კონტინგენტი, რაც რა თქმა უნდა ძალიან ზრდის, ასე ვთქვათ, საფრთხეს, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ამ ადგილებიდან. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ერთადერთი ბერკეტი აქვს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა და მუდმივი მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ მან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო და პრინციპული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიდგომები ამ საკითხებში არ გაიზიაროს არავინ მსოფლიოში, ისე როგორც დღესაა და ორიოდე სატელიტის გარდა რუსეთს არავინ არ უჭერს მხარს ამ საკითხში. 2030-მა კომენტარი იმ ადამიანებსაც სთხოვა, ვინც სხვადასხვა ფორმით აგვისტოს ომის დღეებში მიმდინარე პროცესში იყო ჩართული. ეკა ტყეშელაშვილი მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. საფრანგეთში ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა პროცესებში პრეზიდენტ სარკოზის ჩართვაზე მუშაობდა. EUTHOS-ში ყოფილი ელჩი ვიქტორ დოლიზეკი ცდილობდა, ვიდრე რუსეთი ორგანიზაციაში საკითხს დაბლოკავდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე EUTHOS დამკვირვებელთა რაოდენობა გაეზარდა. დღეს ყველა მათგანი ამბობს, რომ ვალდებულებების შესასრულებლად მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა. დღეს ეს არის ერთადერთი გამოსავალი ის, რომ ჩვენი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გაერთიანებული უნდა იყოს კონცეპტუალურად და ის ქმედებები, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ახორციელებს რუსეთთან მიმართებაში სანქციების სახით, ჩვენც ამ სანქციების არეალში უნდა ვიყოთ საბოლოო ჯამში მოქცეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო არენაზე ჩვენმა დიპლომატიამ აქტიური ნაბიჯები გადადგას მუდამ განხეთქილების ვაშლის სწორედაც რომ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პრობლემები იქნება დავიწყებული, ჩვენს გამო, ჩვენს მაგივრად არავინ ილაპარაკებს. არ ეთქმის არავის საგარეო პოლიტიკაზე და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, რომ ხელ რაღაცას დღეს ვაკლებთ. არ ვაკლებთ, მაგრამ რაღაცა შეიძლება ტაქტიკებში, ტექნიკებში ამ საკითხების უფრო მეტი პროაქტიული, უფრო მეტი სერიოზული ქმედებები თუნდაც იმ ფონზე, როდესაც გლობალური პრობლემები კიდევ უფრო გაზრდილია, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოება. აგვისტოს ომს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მითიურია და ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. რუსეთის დიპლომატიური უწყება ამტკიცებს, რომ სინამდვილეში საუბარია კონფლიქტების დარეგულირების 6 პრინციპზე, რომელიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს და ქართულ, ოსურ და აფხაზურ მხარეებს ხელმოსაწერად ცალ-ცალკე შესთავაზეს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ყირიმსა და დონბასში საგანგებო ზომები დააწესა. პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით კი უკრაინის ყველა სამხედრო ქვედანაყოფი მზადყოფნაშია. ოფიციალური კიევი გადაწყვეტილების მიზეზად საბრძოლო მოქმედებების ზონასა და ყირიმის საზღვართან ვითარების დაძაბვას ასახელებს. თავის მხრივ რუსეთი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე ალაპარაკდა. რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გამწვავებას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი. დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ყირიმსა და დონბასში საგანგებო ზომები შემოიღო. გადაწყვეტილებას უწყება საბრძოლო მოქმედებების ზონასა და ყირიმის საზღვართან ვითარების დაძაბვით ხსნის. უკრაინის ყველა ქვედანაყოფი კი მზადყოფნაშია. პარალელურად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. სამხედრო წვრთნებს იწყებს რუსეთიც. სევასტოპოლის პორტი ორმა ხომალდმა უკვე დატოვა. ორივე გემი მართვადი რაკეტებითა და ქვემეხებითაა აღჭურვილი. ისინი დანიშნულების ადგილზე 15 აგვისტოს ჩავლენ და სწავლებას დაიწყებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნის ფარგლებში სამხედრო ხომალდებიდან რაკეტების გაშვებას გამოცდიან. ეს წვრთნები მოიცავს წყალქვეშა საბოტაჟის დაძლევის ოპერაციებს, ასევე საძიებო და სამაშველო ძიების დახვეწას. ამ სწავლების შემდეგ ჩვენი სამხედრო პერსონალი საუკეთესოდ გაწვრთნილი იქნება. პარალელურად ოფიციალური მოსკოვი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე მსჯელობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, მოსკოვმა შესაძლოა ეს ნაბიჯი იმ შემთხვევაში გადადგას, თუ სიტუაციის შესაცვლელად სხვა მექანიზმები აღარ ექნება. უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც ორივე ქვეყანას თავშეკავებისკენ მოუწოდა. მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს ევროკავშირიც. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. ყოფილი პატიმრის ჩვენება ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ. ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხული მოწმეების ხმაურიანი ჩვენებები, როგორ აწამებდნენ პატიმრებს და რა გზით ითხოვდნენ მათგან სასურველი ჩვენებების მიღებას. სან-ფრანცისკოსა და ევროპული ქვეყნების შემდეგ საკუთარი სილიკონის ველი ახლა უკვე საქართველოსაც ექნება. რა ჯდება პირველი ყველაზე მასშტაბური მაღალტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა და როდის მიიღებს საგანმანათლებლო სივრცე პირველ სტუდენტებს. ოცი-ოცდაათი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. რუსთავის პირველი დაწესებულების ყოფილმა პატიმრებმა ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა წამებაში დაადანაშაულეს. ნავთლუღის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ყოფილმა პატიმრებმა ნავთლუღის სპეცოპერაციის შემდგომ სპეცრაზმთან ერთად ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას რუსთავის დაწესებულებაში შესვლის ფაქტი გაიხსენეს. განაცხადეს, რომ მათგან რუსთავის ციხიდან გაქცევის გეგმის აღიარებას ითხოვდნენ და ამ მიზნით ერთ-ერთი ლიკვიდირებულის ძმასთან გია გორგაძესთან ერთად სასტი გადაწამეს. სასამართლოზე დაიკითხა ასევე კუდის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი, რომელმაც განაცხადა, რომ სპეცოპერაციაში სპეცრაზმი არ მონაწილეობდა. კიდევ რა დეტალებზე ისაუბრეს მოწმეებმა, ნახეთ ბელა ზაქაიძის რეპორტაჟში. ფიზიკური ანგარიშწორება ქამრებით და წიხლებით. რუსთავის პირველი დაწესებულების ყოფილმა პატიმარმა ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა მის წამებაში დაადანაშაულა. ბერდია მესხის განცხადებით 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის სპეცოპერაციის შემდეგ სპეცრაზმთან ერთად დაწესებულებაში ახალაია და ქარდავა შევიდნენ და 6 პატიმრისგან, მათ შორის ერთ-ერთი ლიკვიდირებულის შოთა გორგაძის ძმისგან, გია გორგაძისგან, რუსთავის ციხიდან გაქცევის გეგმის აღიარებას ითხოვდნენ. მოწმის განცხადებით გაქცევის გეგმაზე მათ ინფორმაცია არ ქონიათ. სპეცრაზმებთან ცემდნენ, რომ მამუკასაც იგივე უქნეს ავტომატის ყველა საშუალებაც უნდა ყველაფერი ცემდნენ და დაგვაგდეს ზემოწებაში. ხებოდა დუბინგები როგორც ბაჩოსგან, ისევე მისი თანხლები პირებიდან და ეუბნებოდნენ დაახოცეთ და დაგვირდავთ და ახოცავთ და ამ ინზური არ აღებს. თქვენ დაგიხრით და თქვენ გინდოდათ ჩვენი თანამშრომლების დახოცვა და ისე გინდოდათ ზონიდან გაქცევა. მოწმეების განცხადებით წამების და ცემის შემდეგ 6-ვე პატიმარი რუსთავის ციხიდან თბილისში მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათი წამება გაგრძელდა. მამუკა ბიჭვაიას ჩვენებით, წიხლებით და ქამრებით ცემის შემდეგ მათ მაცევრიდან გამოღებულ გაყინულ წყალს ასხამდნენ. ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, კიდე ერთი სვესლი წაღარა კაცი იყო. ვინახარო ბერდიას შეეკითხა, მას სახელი და გვარი უთხრა და არტყა. ბაჩო მეგისა მომიტრიალდა მე ანალოგიური მეც ასე და ცემეს გაგვატიტვის გირთხეს და მიგვაყენეს კედელზე. პროცესზე დაიკითხა კუდის სპეცრაზმის ყოფილი უფროსიც, რომელმაც განაცხადა, რომ სპეცრაზმს ნავთლუღის სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია. არჩილ არევაძის განცხადებით, ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სპეცოპერაციის დღეს სამსახურში არ იმყოფებოდა. სპეცოპერაციის შესახებ მისმა მოადგილემ შალვა თათუხაშვილმა აცნობა. როგორც სპეცრაზმელი იხსენებს, თათუხაშვილმა უთხრა, რომ 3 ტრუპი აიკიდეს. თათუხაშვილმა მოსვლის შემდეგ უთხრა, სამგორის ავტოსადგურის ტერიტორიაზე დათანხალაიას ხელმძღვანელობით ჩაატარეს სპეცოპერაცია, რადგანაც მოახდინეს სამი ახალგაზრდა მამაკაცის ლიკვიდაცია. ტრუპები ავიკიდეთო. სწორია ეს ინფორმაცია.
კი ბატონო, ანუ ეს საუბარი შედგა თქვენსა და შავად ათხოვში შევხვდით. ხო, ვწდებით, არ ვთქვია რომ მაგის ხელიდან იყო თქვათ ის ლიკვიდირებული თუ არა, ეგ მაგაზე თვითონაც არის. დათა ახალაიას ადვოკატმა ერთ-ერთი მოწმე ყოფილი პატიმარი მამუკა ბიჭვაია ცრუჩვენების მიცემაში დაადანაშაულა. ირაკლი ზაქარიაშვილის განცხადებით ბიჭვაიას 2014 წელს მძიმე დანაშაულში ედებოდა ბრალი და საპროცესოთი გაათავისუფლეს, რათა პროკურატურისათვის სასარგებლო ჩვენება მიეცა. პროკურორის განმარტებით კი 2014 წელს ბიჭვაიასთვის წარდგენილ ბრალდებას ნავთლუღის საქმესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და მოწმემ ახალაიას მიერ წამებაზე ჩვენება დაკავებამდე 1 წლით ადრე 2013 წელს მისცა. მამუკა ბიჭვაია ბრალდებული იყო პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში, ქურდობაში, 3 ეპიზოდ ნარკოტიკულ დანაშაულში, სურჩვენებების სანაცვლოდ გაუკეთეს შეღავათი და ქურდული სამყაროს წარმომადგენელი, რომელიც მრავალჯერ იყო ნასამართლები და 2014-16 წლების მოცემულობითაც იყო სისხლისამართლებრივი დევნის ქვეშ, დაუფორმეს მას საპროცესო შეთანხმება. მისი ჩვენება დადასტურებული და გაზიარებული იქნა ერთი სასამართლოს მიერ, რომელიც უშუალოდ წამების ეპიზოდს იხილავდა და მისი ჩვენება დასტურდება არათუ დანარჩენი 5 პატიმრის ჩვენებით, ვინც მასთან ერთად იქნენ გადაყვანილი და ნაწამები რუსთავიდან თბილისში, არამედ როგორც რუსთავის ნომერ პირველი დაწესებულების, ასევე თბილისის ნომერ მე-7 დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენება მიცემული ქონდა უკვე გამოძიებისთვის, როდესაც ადვოკატის მიერ წარმოქმნილი დოკუმენტი სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა. შესაბამისად, ბუნებრივია ვერ გაუფორმდება მიცემული ჩვენება უკვე მიცემული აქვს და იმისთვის გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომ წარსულში ჩვენება გვაქვს მიცემული. ეს არის მხოლოდ ადვოკატის უსაფუძვლო ვარაუდი. ეგრეთ წოდებული ნავთლუღის საქმეზე სასამართლო პროცესი 13 სექტემბრამდე გადაიდო. დათა ახალაიას და გიად გებუაძეს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. ქონების დაბრუნების ნაცვლად კომპანია სენტას გალფისთვის 250,000 ლარის გადახდა მოუწევს. 2 წლიანი სასამართლო დავა დღეს გალფის გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლემ სენტა პეტროლიუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და უსოფუძვლოდ მიიჩნია. მოსარჩელე მხარის პოზიცია კომპანიის იძულებით გადაფორმების შესახებ. სენტა პეტროლიუმის წარმომადგენლები ზეწოლაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებენ. ისინი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და რატომ არ დაკმაყოფილდა სენტა პეტროლიუმის სარჩელი? ნახეთ გიორგი კობერიძის რეპორტაჟში. ამ შეძახილებით კომპანია სენტა პეტროლიუმის წარმომადგენლებმა მათ სარჩელზე მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამ გადაწყვეტილებით სენტას გალფისთვის 250,000 ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა. სამოქალაქო დავა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე მიმდინარეობდა, რომელიც როგორც კომპანია სენტას დამფუძნებლები ამბობენ, დავით კეზერაშვილის ზეწოლის შედეგად სან პეტროლიუმთან გაფორმდა და ამისთვის მათ კომპანიის რეალურ ღირებულებაზე 3-ჯერ ნაკლები თანხა გადაუხადეს. გადაუხდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველი ვერ დაადგინა. შესაბამისად, მოსარჩელეებს უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილება და ვერ დადგინდა ვერტიზულების ფაქტი. შეფასებები და სენტა პეტროლიუმის სან პეტროლიუმის ჯორჯიას სასარგებლოდ დაეკისრა. 115,313 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი არის გადახდა მტკიცებულების მოპოვებისათვის დაწესებულის ფაქტის სასამართლოა. კომპანია სენტა პეტროლიუმის დამფუძნებლებმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აღშფოთება ვერ დამალეს და მოსამართლე ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულეს. ისინი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. არსებობდა ყველა საფუძველი, რომ მოსამართლეს ჩვენი სარჩელი გაეზიარებინა. ამის საწინააღმდეგოდ მოსამართლე პრინციპში ამტკიცებს, რომ კეზერაშვილი არის უწესიერესი და უპატიოსნესი კაცი და მან მიიღო ყველაფერი წესიერად და პატიოსნად. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ვერ არის თავისუფალი სასამართლო პირადად ეს მოსამართლე ნაციონალური მოძრაობის გავლენისაგან და კეზერაშვილის გავლენისაგან. გალფის წარმომადგენლები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევენ. ამის დასტურად კი რამდენიმე გარემოებას ასახელებენ. მათ შორის იმას, რომ მათივე ცნობით საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტიზის არაერთი დასკვნის მიხედვით სენტა შეძენა 2011 წელს საბაზრო ღირებულებით, ანუ $22 მილიონ მოხდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არც ერთი წინაპირობა არ
დადასტურდა გარიგების ბათილობის, ადგილი არ ქონია არც იძულებას გარიგების დადების ეტაპზე და ფასიც გარიგების შესაბამისი იყო იმ აქტივების საბაზრო ღირებულების, რომელიც გადაცემაც მოხდა. სენტა პეტროლიუმის სარჩელის განხილვა დღეს სასამართლოში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სარჩელის ავტორმა მოსამართლეს 2 შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ისინი არ დაკმაყოფილდა. ერთი ეხებოდა ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას სენტას ქონების შეფასებაზე, ხოლო მეორე 2010 წელს დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირების, მოწმეების კახაბერ ნინუას და მამუკა მუჯირის დაპირისპირებას სასამართლოს ხდომაზე. მამუკა მუჯირი კეზერაშვილის მოადგილედ მუშაობდა და მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ამ საქმის ფარგლებში ჩვენებაც მისცა. ერთი მოწმე ამბობს, რომ არ იყო იძულება, მეორე მოწმე ამბობს, რომ იყო. ხანდაც დეტალურად აღწერს, როგორ, რა ფორმით მინიმუმ სასამართლოს და დაიკითხა განმეორებით. იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლოც სენტას სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, კომპანიის დამფუძნებლები ჯერ უზენაეში, შემდეგ კი არაა გამორიცხული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გააგრძელონ დავა. გორში პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მატულობს. მაჟორიტარი დეპუტატობისთვის თავდაცვის 2 ყოფილი მინისტრი იბრძოლებს. ირაკლი ალასანიას შემდეგ დეპუტატობის კანდიდატად საკუთარი თავი დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა წარადგინა. ყოფილი მინისტრები დარწმუნებული არიან, რომ გორში არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებენ. საკუთარ გამარჯვებაში ეჭვიარც ოპოზიციის სხვა კანდიდატებს ეპარებათ, თუმცა მათი ოპტიმიზმი მმართველ პარტიაში როგორც ჩანს არ აღელვებთ. აქტიური საარჩევნო კამპანია გორში აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება. როგორ აფასებენ საკუთარ შანსებს მაჟორიტარობის კანდიდატები და როგორია მოსახლეობის განწყობა ქალაქში. რეპორტაჟი გორიდან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. ოქრუაშვილი კანდიდატად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ კონკურენტებზე ნაკლებად ფიქრობს. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი პრობლემა ქალაქში გავრცელებული სტერეოტიპია, რომლის მიხედვითაც ფულს და სამეგობროს ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ოქრუაშვილი ოპონენტების შეფასებისას საკმაოდ ფრთხილი იყო, თუმცა ირაკლი ალასანიას არჩევნებში დამარცხება უკვე მიუსამძიმრა. ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ ავიქო, არა იმის გამო, რომ ის არ მიმაჩნია ძინებწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ მე ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან, რატომ გადაწყვიტა მან, რომ გორში იყაროს კენჭი. წარმატებები მინდა უსურვო, მაგრამ ყოველგვარი ირონიის და სარკაზმის გარეშე ვამბობ. წინასწარ ვიზიარებ წუხარებას მისამ დამარცხებისათვის განზრახულ ბრძოლაში შესრულებას. ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება, რომელიც აღმოაჩინეს, ეს არის სტერეოტიპი, რომ სწავლას, განათლებას, პატიოსნებას და შრომას არანაირი ფასი არ აქვს და ფასი აქვს მხოლოდ ფულს, ნაცნობობას და საქმიანობას. ეს არის სტერეოტიპი, რომელიც იქნება ჩემი მთავარი კონკურენტი ამ ბრძოლაში, ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ირაკლი ალასანიას ოქრუაშვილისთვის დღეს არ უპასუხია. ალასანია გორის მაჟორიტარ კანდიდატად 2 დღის წინ მას შემდეგ დასახელდა, რაც თავისუფალი დემოკრატების უკვე წარდგენილმა კანდიდატმა თამას შიოშვილმა ბრძოლაზე უარი განაცხადა და პარტია დატოვა. შიოშვილის მსგავსად პარტიიდან სხვა წევრებიც წავიდნენ. ამის მიუხედავად ალასანიას შტაბში დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდებათ. ვერ ვიტყვი, რომ მქონდა პრობლემები, რადგან ადამიანებმა თავისი სურვილის მიხედვით გააკეთეს არჩევანი, ბატონი თამას შიოშვილი დასასვენებლად წავიდა სახლში, ხოლო დავით წეწვაძე უკვე ოცნების რიგებს შეუერთდა. თითოეული წევრის წასვლა პარტიისთვის თანაც ძალიან დიდი ხნის წევრების, იმ ადამიანების, რომელთაც დიდი შრომა აქვს გაწეული პარტიაში, რა თქმა უნდა არის ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს იქნება შეიძლება 1/10 ხმა. არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ნაციონალურმა მოძრაობამ და პაატა ბურჭულაძის პარტიამ გორში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს და საარჩევნო კამპანიაც დაიწყეს. ნაციონალური მოძრაობა გორელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას პირდება. ბურჭულაძის პარტია კი ადგილობრივების მხარდაჭერის მოპოვებას სოციალური ფონის გაუმჯობესების დაპირებით ცდილობს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი კუდის შიდა ქართლის სამმართველოს ყოფილი უფროსი ალექსანდრე გოგლიძეა. ბურჭულაძემ კი კანდიდატად გორში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწარმის შვილი ზურაბ წკრიალაშვილი დააყენა. რაც შეეხება ბატონ იოსებ მაკრახიძეს, მე ვფიქრობ, რომ იგი ღირსეული კონკურენტია, კარგი გორელია, ჩვენ უკვე იმდენი მხარდამჭერები გვყავს და იმდენი პოტენციური ამორჩეველი, რომ ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან უნდა გაუჭირდეს ჩვენთან შერკინება ბატონ იოსებ მაკრახიძეს. და რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარებს, სამივე მაჟორიტარობის კანდიდატები ჩემი კონკურენტები ვერ იქნებიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ის პარტია, რომელმაც წლების განმავლობაში გორში ბევრი სასიკეთო რამე გააკეთა და გორელებს ეს კარგად ახსოვს. რა თქმა უნდა, ჰქონდა შეცდომებიც, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ კარგად დავფიქრდით და მივხვდით, რომ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია გორში ინფრასტრუქტურული პროექტები ისევ განახორციელოს, ისევ უკეთესი პირობები შეუქმნათ სოფლად გლეხს, ეს პარტია ვართ ჩვენ. ოპოზიციური პარტიების კანდიდატების ოპტიმიზმი მმართველ პარტიაში არ აღელვებთ. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არც ერთ მათგანს კონკურენტად არ განიხილავს. იოსებ მაკრახიძისთვის წარმატების მთავარი ფორმულა ის არის, რომ გორში მას კარგად იცნობენ. ძილძველი გორელი ვარ. გორის სინამდვილეში ბევრი კეთილი საქმეები მოდის გაკეთებული. როგორც ქალაქში, ისე რაიონში. იმედი მაქვს იმის იმედი, რომ დარჩენილ არჩევნებშიც გავიმარჯვებ და უფრო მეტ სიკეთეს მოვუტან ჩემს ამორჩევლებს. იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატები დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებამდე მხოლოდ 57 დღე აშორებთ, გორის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჯერ ისიც კი არ გადაუწყვეტია მივა თუ არა არჩევნებზე. ჯერ ვერ გადამეწყვეტია ის მეც. ჩვენ მანამდე კიდე დრო არის გამოვიდა. აღარ არის რა. ყველას 5 წელი ველოდეთ, ხო ვაცია და საკმარის ყველა მართალია საერთოდ ცალ-ცალკე ლაპარაკობენ, ვერ ნახოთ რა სიზარი. და ნაგათი. ამანერეთ არის. არჩევნები. რა უნდა რომელშიც რომელი გამოგვაქვს. აი მის ხარ რომელი გამოგვაქვს. არამედ გამოგვაქვს, რაც მინდა სადაც ხმასმის. ცხელი ზაფხულის შემდეგ გორში კიდევ უფრო ცხელ შემოდგომას ელოდებიან. აქტიურ საარჩევნო კამპანიას პოლიტიკოსები აგვისტოს ბოლოდან დაიწყებენ. თბილისში მაღალტექნოლოგიური ცენტრი სილიკონის ველი თბილისი გაიხსნება. მრავალმილიონიანი პროექტი IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გააერთიანებს. სილიკონის ველის განხორციელებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და უცხოელი სპეციალისტები არიან ჩართული. რა ჯდება პირველი ყველაზე მასშტაბური მაღალტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა და როდის მიიღებს საგანმანათლებლო სივრცე პირველ სტუდენტებს, ნახეთ მარიამ სეთურიძისა და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟში. ამერიკის შეერთებული შტატების სან-ფრანცისკო, კალიფორნიაში ყველაზე დასახლებული ქალაქი წლების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაციებისა და სტარტაპების სამშობლოდ იქცა. იდეები და ინოვაციური გამოგონებები აქ ერთ სივრცეში იყრის თავს და მას სილიკონის ველს უწოდებენ. სან-ფრანცისკოსა და რამდენიმე წამყვანი ევროპული ქვეყნის შემდეგ საკუთარი სილიკონის ველი ახლა უკვე საქართველოსაც ექნება. ამ სივრცეში განთავსდება ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, IT აკადემია, მომზადების და დასაქმების სწრაფი პლატფორმები, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ ესეთი კადრების მომზადებისთვის, ესეთი კადრების მომავალი დასაქმების პერსპექტივისთვის და სექტემბრიდან ეს სივრცე ფაქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას. საგანმანათლებლო პროექტი ისრაელის, ამერიკის, ქართული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ხორციელდება. პროექტის ხელმძღვანელის განმარტებით, მიზანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ქართული სტუდენტების მომზადება და მათი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო პროექტებში დასაქმება. რაც შეიძლება სწრაფად ეს მომზადებული კადრების ინტეგრირება მოვახდინოთ ისეთ ცნობილ ბრენდებში და წამყვალ კომპანიებში, რომელიც იგივე თქვა შეიძლება ამ ტერიტორიაზე იყოს ერთ-ერთ ოთახში მაგალითად განთავსებული, კაბინეტში იჯდეს და იმუშაოს გუგლზე თბილისიდან ჩვეულებრივ და მიიღოს ანაზღეურება. სილიკონის ველი ოფიციალურად სექტემბრის თვეში გაიხსნება, თუმცა სასწავლო პროცესი ბიზნეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2017 წლის სასწავლო წლიდან დაიწყება. ყოველწლიური გადასახადი კი სავარაუდოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების საფოსურს გაუტოლდება. პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით, სილიკონის ველი საქართველოს ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყნის სახელს მოუტანს. ჩვენ უცხოელ მეგობრებთან ერთად მივედით იმ იდეაზე, რომ საქართველოს შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენთან რაც უნდა განხორციელდეს, ეს არის ოფიციალური თქვა სასწავლო პროგრამები, როგორიც არის Microsoft-ის, Linux-ის, Oracle-ის და ასე შემდეგ, რომელიც ოფიციალური კურსები, თავისთავად ასევე პირველივე ეტაპზე მოიცავს იმ ძალიან მაღალი ხარისხის პროფესიონალების ჩართულობას და ერთ-ერთი ყველა ჩვენი ძლიერი მხარე იქნება სწორედ ეს უცხოელი სპეციალისტები, რომელიც ამას ჩართული იქნება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების კიდევ ერთი საფეხურია. ერთ-ერთი პირველი კი ტექნოპარკის პროექტი იყო, რომლის მეშვეობითაც საკუთარი ინოვაციური იდეები ბევრმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი სანდრო ჯანჯღავაა, რომელიც სილიკონის ველის სახით განათლებისა და ინოვაციების რეგიონალური ჰაბის შექმნას მიესალმება.
სილიკონველზე მსმენია, კი და ეს ნამდვილად კარგი იქნება, უფრო მაღალ მასშტაბიანი და დიდ მასშტაბიანი უფრო სწორედ იქნება. ახალგაზრდები ნამდვილად შეძლებენ თავისი უნორჩვევების გამოვლენას და მის პრაქტიკაში გადატანას. მსგავსი ინიციატივები უნდა იყოს უფრო მეტი და ყველა უნივერსიტეტში უნდა გაიხსნას მათ შორის ბიზნეს აქსელერატორი, ინკუბატორი, ასევე უნდა ხდებოდეს სტარტაპების ხელშეწყობა და ტექნოლოგიური პარკი არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ რამდენად გააქტიურდა, რამდენად პოპულარული ხდება ეს დარგი და ეს მიმართულება ქვეყანაში. ბიზნეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბაგებში მდებარე ერთ-ერთ შენობაში განთავსდება, რომელიც კერძო ინვესტორმა იჯარით სახელმწიფოსაგან 50 წლით აიღო. ამ ქართველი ინვესტორის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ირკვევა პროექტის განსახორციელებლად ის 18 მილიონ ლარს დახარჯავს. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. 895 წელი დიდგორის ბრძოლიდან და დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ადამიანები ყოველწლიურად იღებენ. რა დაპირება მისცა ხელისუფლებამ დიდგორზე შეკრებილ მოქალაქეებს და როდის გაკეთდება დიდგორთან მისასვლელი გზა? პირდაპირ ეთერში ბრუნდება. დღეს დიდგორობა ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დიდგორის ველზე დილიდან დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრები, ქვეყნის პრემიერი, მთავრობის წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დღეს ცნობილი გახდა, რომ 1 წლის შემდეგ სახალხო დღესასწაულზე მისულ სტუმრებს ახალი გზა და განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. დეტალებით რეზი ხუციშვილის რეპორტაჟი დიდგორის ველიდან. გიორგი ვაჩეიშვილი მესამე წელია, რაც დიდგორობის სახალხო დღესასწაულში მონაწილეობას იღებს. ის ჩოხატაურიდან ჩადის და მიმინო ჩახყავს. ამბობს, რომ მიმინო დავით აღმაშენებლის სიმშვიდის სიმბოლო იყო და სწორედ ამიტომ მიდის დიდგორის ველზე. დავით აღმაშენებელი ომის წინ იჯენდა ხელზე და ამით შვიდდებოდა. თვალებში უყურებდა და რაღაცა ენერგიას იღებდა ალბათ. ამ დიდებული ფრინველიდან. გასული წლების მსგავსად წელსაც დიდგორობას იქ მისული მოსახლეობა ჭიდაობითა და დოღით შეხვდა. ჭიდაობაში 200-ზე მეტმა ახალგაზრდა მიიღო მონაწილეობა. დოხში კი საკუთარი შესაძლებლობები 16-მა მხედარმა გამოსცადა. ვცდილობ ხოლმე ყოველთვის მივიღო მონაწილეობა დიდგორობის დღესასწაულზე. დღეს პირველად გამოვედი დიდგორზე, ასევე ჩემი ცხენი გენდალფი პირველად გამოვიდა და დღეს დავჭი მეორე ადგილზე. გაიმარჯვა ჩემმა ძმაკაცმა. გაგვიხარდა ძალიან, კარგია რომ ყოველ წელს ტარდებოდა ასე ტრადიციული დოღები და იყოს უფრო მეტი ხალხი და უფრო მეტი მსურველი რომ ჩატარდეს ეს ტრადიცია და არ დაიკარგოს. დიდგორის ბრძოლიდან 895 წელი გავიდა, თუმცა ეს თარიღი აქტუალურობას არ კარგავს. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფები ენაცვლებოდნენ. მაყურებელს საბრძოლო სანახაობა შესთავაზეს შავფაროსნებმა. ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დიდგორის ველზე დილიდან დაიწყო. ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად მიიღო. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ორი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. პრემიერმაც და თავდაცვის მინისტრმაც ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. საქართველოსთვის დიდგორობა ყოველთვის იყო და რჩება გამარჯვების დღედ, როდესაც ქართველმა კაცმა გამოავლინა თავისი სიმამაცე, შეიკრა ერთ მუშტად და გაიმარჯვა მასზე უზომოდ დიდ ძალაზე. მე მჯერა, რომ ჩვენ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი კიდევ მომავალში არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე. დიდგორის ველზე მისასვლელი ერთ-ერთი პრობლემა დაზიანებული გზაა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზას აღადგეს და ახალი გზის გაკეთებას დაიწყებს. მისი სიგრძე 26 კილომეტრი იქნება. ჩვენ მზად გვაქვს პროექტი გზა უნდა გავიყვანოთ ცხეთამდე დაახლოებით 26 კილომეტრი გამოდის ეს გზა. კარგ გზას გავაკეთებთ, ისე რომ ეს არ იქნება მხოლოდ დიდგორზე მოსასვლელი გზა, არამედ სამხრეთ საქართველოს დაუკავშირდება მცხეთას და აქედან ძალიან მალე ავტობანზე. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გზა იქნება. დიდგორის ველზე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ქართულ ხალხს გამარჯვება დიდგორიდან უსურვა. დმანისის ნაქალაქარზე დღეს საველე სკოლის მერვე სეზონი დაიხურა. საველე სკოლის პროგრამა 2009 წლიდან დაიწყო და პროექტის ფარგლებში დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე 10-ობით ახალგაზრდა ჩამოვიდა. ისინი უძველესი ადამიანების განვითარების შესახებ ინფორმაციას დმანისის ნაქალაქარზე იღებენ. რა სამუშაოები ტარდება ამჟამად დმანისის მუზეუმ ნაკრძალის ტერიტორიაზე, ნათია ხართიშვილის და არჩილ ვაჟიკაშვილის რეპორტაჟიდან შეიტყობთ.
დმანისის ისტორიულ ნაქალაქარზე მწველი მზის ქვეშ წერაქვით, ქაფჩითა და ფუნჯებით შეიარაღებული ექსპედიციის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში იმისთვის მუშაობენ, რომ 1,700,000 წლის წინანდელი ისტორია გააცოცხლონ. სულ ახლახან სხვა უნიკალურ აღმოჩენებს მარტორქის დიდი ზომის ყბის ნიმუში და გიგანტური ზომის ცხოველების ძვლების შეემატა. ახლა ამ ნიმუშების აღრიცხვასა და მიწიდან გამოთავისუფლებაზე მუშაობენ. უკვე 2 წელი ამ პროექტში ვარ. ძალიან საინტერესოა არქეოლოგია. ვიღებ დიდ გამოცდილებას, სოფლის წამყვანი არქეოლოგები არიან ჩვენთან ერთად და ვისურვებდი, რომ კიდევ ბევრი ქართველი და უცხოელი სტუდენტები დაინტერესდნენ ამ საქმიანობით. 4 კვირის განმავლობაში ქართულ საექსპედიციო ჯგუფთან ერთად გათხრებში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტებიც იღებდნენ. დღეს დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლის მერვე სეზონი ოფიციალურად დაიხურა, თუმცა მომავალ წელს სამეცნიერო კვლევებზე უკვე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ელიან. მე აქ ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯიდან ჩამოვედი, გავიარე სპეციალური კურსი და მინდა სწორედ ამ ადგილზე მივიღო ახალი გამოცდილება. როდესაც ფიზიკურად ეხები მილიონობით წლის წინანდელ ნიმუშებს, ეს ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია განათლებისათვის. მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ. დმანისის საველე სკოლის მერვე სეზონის დახურვაზე წელს ნაქალაქარზე კულტურისა და განათლების მინისტრები იმყოფებოდნენ. მათ უცხოელ სტუმრებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცეს. სტუდენტს გადავეცით, უცხოელ სტუდენტს გადავეცით დიპლომების, სკოლის დამთავრების. ძალიან მიხარია, რომ წლიდან წლამდე დმანისის საველე სკოლა პოპულარობას იკრებს. კონკურსიც კი არის უკვე აქ მოხვედრაზე, ადვილიც აღარ არის. სამეცნიერო გაცვლა არის თანამედროვე მეცნიერების საფუძველი. ფაქტობრივად ერთი ქვეყნის კვლევა და მეცნიერება აღარ არსებობს, ანუ ერთობლივია როგორც ქვეყნებს შორის, ასევე დარგებს შორის და აქაურობა არის ზუსტად ნათელი მაგალითი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთი მხრივ, მეორე მხრივ ჩვენი ორი სამინისტროს თანამშრომლობის, განათლების და მეცნიერების და კულტურის და ძეგლთა დაცვის და ასევე დარგებს შორის თანამშრომლობის. პრაქტიკული სამუშაოების შემდეგ ექსპედიციის წევრებს შესვენებისთვის მხოლოდ 1 საათი აქვთ. ჭამისა და დასვენების შემდეგ ისინი კვლავ ჯგუფურად, ახლა უკვე ლექციების მოსასმენად ინაცვლებენ. საველე სკოლის ფარგლებში სტუდენტებისთვის ლექციებს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტებიდან მოწვეული პროფესორები კითხულობენ. მე ვკითხულობ ლექციებს ორი მიმართულებით. ერთი ეს არის დმანისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ, ხოლო მეორე გეოგრაფიის შესახებ. რამდენად ძველი ადგილია ეს, რა ისტორიის მატარებელია და რატომ არის სწორედ აქ ამდენი ნამარხი ძვალი. ამას საკლასო ოთახებში ვერ ისწავლი. ეს სკოლა საოცარ შესაძლებლობებს იძლევა. დმანისი მსოფლიოში ერთადერთი ნაქალაქარია, სადაც უძველესი ადამიანების ყველაზე მეტი, საუკეთესო შემონახული განამარხებული ძვლებია თავმოყრილი. ამჟამად ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი. სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელის თქმით, წინ კიდევ ბევრ აღმოჩენას ელიან. მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც ასე სრულყოფილად შეგვიძლია შევისწავლოთ ევოლუციის საკითხები. ეს არის უმაღლესი რანგის მეცნიერება, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს ბევრი წამყვანი ინსტიტუცია და რაც ალბათ ყველაზე პრინციპულია ყველა ჩვენთაგანისთვის, ეს აჩვენებს, რომ საქართველო არის პალეოანთროპოლოგიური კვლევების ცენტრი. ბევრი სამუშაო გველის წინ და მე მიხარია, რომ ბევრი ქართველი ახალგაზრდა ამაში მონაწილეობს და საქართველოში მეცნიერება ვითარდება და არის წინახაზი. დმანისის ნაქალაქარზე ადამიანის პირველი ძვლის ნიმუშის აღმოჩენიდან წელს 25 წელი სრულდება. სექტემბერში პირველად სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს. ასეთი იყო 12 აგვისტოს 20:30 ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 20:30-ის გვერდზე 20:30-news. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.